ჩემი ფერმერობა 2 ძროხით დაიწყო და შემდეგ უკვე როდესაც ვნახე რომ ფერმერობა შესაძლებელი იყო რომ ბიზნესად მექცია, გადავწყვიტე ვთქვათ გამეკეთებინა რძის გადამამუშავებელი საწარმო, გამეკეთებინა პირუტყვის საკვები მწარმოებელი საწარმო და შემდეგ იქიდან გამომდინარე რომ რეგიონში დეფიციტური იყო ზამთრის რძე, გავაკეთე ფერმა, რომელიც 100-სულიანი არის. ეს არის ჩვენი საერთაშორისო სტანდარტების ფერმა, რომელიც არის 100-სულზე გაკეთებული, დღეს ყავს 70 მეწველი ძროხა და ცალკე გვაქვს გაკეთებული ხბოების სადგომი. ეს არის ჩვენი პირუტყვის საკვები მწარმოებელი საწარმო, სადაც ყველაფერი კომპიუტერით ხდება, შეგვყავს მონაცემები, რა გვინდა და რა სახის პროდუქტის გვინდა დავამზადოთ და რომელი პირუტყვისთვის. შესაბამისად აქ იყრება და შემდეგ უკვე მიეწოდება როგორც ჩვენ ძროხებს, ესევე ქსელში მიდის დისტრიბუციაზე. როგორ ხდება რძის მიღების პროცედურა? პირველად ვიღებთ რძეს, რომელიც იფილტრება, იწონება, რომ ვიცოდეთ რამდენი გვაქვს რძე მიღებული და შემდეგ რძე გადმოდის რძის გამაცივებელ ავში, რომელიც დაახლოებით 4 გრადუსის ტემპერატურაზე იქნება, იქიდან გამომდინარე რომ მოვამზადოთ ყველი. შემდეგ უკვე ხდება რძის პასტერილიზება, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა ის ბაქტერია, რომელიც რძეს გააჩნია და ამის შემდეგ გადადის რძე უკვე რძის გამაციებელ და მოსახარს ავში, საიდანაც წარმოებს ყველი. აი ამ ავში ხდება რძის ჩაკვეთა და უკვე იხარშება ყველი, რომელიც შემდეგ უკვე გამოდის აი ამ დანადგარში. შემდეგ უკვე მარცვალი იდება მყალიბებში, რომლითაც უკვე ჩვენი ესე ვთქვათ ახალციხური ბრენდით გადადის სუპერმარკეტში, მაგრამ იქამდე ჩვენ ამ ყოლს ვამწიფებთ სპეციალურ ავზებში, სადაც 20%-იან მარილწყალშია. აი ამ ავში ხდება ყველის დამწიფება, რომელიც შემდეგ უკვე ვაკუუმში იფუთება და საბოლოო პროდუქცია აი ესე მიეწოდება მაღაზიებს. მივაჩნდა რომ ძალიან გავლენიანი სანაცნობო წრე მყავდა, თუმცა პრობლემებს მარტო ვერ ვაგვარებდი. აქედან გამომდინარე 2012 წელს გადავწყვიტე რომ შემექმნა საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, შემოვიკრიბე თანამოაზრეები და ჩავუდექით სათავეში ასოციაციას, რომელიც მიგვაჩნდა რომ ფერმერებს თავიანთი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა. დღევანდელ დღეს ვაწევრიანებთ 1300 ფერმერს მთელი საქართველოს მასშტაბით და გვაქვს ძირითადად 3 მიმართულება. ეს არის ადვოკატირება, ანუ ვართ შუამავალი რგოლი ფერმერს და ხელისუფლებას შორის და ვცდილობთ ის ყველა პრობლემა, რომელიც მათ გააჩნიათ, სწორად მივიტანოთ ხელისუფლებამდე და ვეცადოთ, რომ მათ ეს პრობლემები მოუგვარდეთ. მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ მათ მიერ მოწეული პროდუქციის რეალიზება ხშირ შემთხვევაში პრობლემური არის. ან არსებობს შუამავალი რგოლი, რომელიც ცდილობს, რომ რაღაცა კონკრეტული თანხით შეიძინოს და შემდეგ უკვე ფასნამატით გაყიდოს. გადავწყვეტეთ, რომ მათთვის შეგვეწყო ხელი, რომ მოგების მარჟა მაღალი ქონოდათ და დაინტერესებაც ქონოდათ იმისი, რომ მათ მხოლოდ არ ეწარმოებიათ იმ პერიოდისთვის და მოსავლის აღების დროს არ გაეყიდათ და შემდეგ მოეხდინათ რეალიზება, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორებული იყო და აქედან გამომდინარე ვაკავშირებთ მათ სუპერმარკეტებს, სასტუმროებს და რესტორნებს. მესამე, რასაც ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ რა ძალიან მნიშვნელოვანი არის მედიის ჩართულობა, იმიტომ რომ ყველა რეგიონში არსებობს ძალიან კარგი ადამიანი, ფერმერი, წარმატებული, რიგ შემთხვევაში წარუმატებლებიც, რომლებმაც დაიწყეს და თქვათ რაღაცა პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ თუ ამ ადამიანების ცნობადობა არ ამაღლდა, ვერწმუნეთ, რომ ძალიან გაძნელდება ეს თქვათ განვითარებაზე საუბარი, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ესენი არიან ნამდვილი პატრიოტი ადამიანები, რომლებიც 24 საათი შრომობენ იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიკვებოთ ნატურალური პროდუქტით. აქედან გამომდინარე ამ კუთხითაც ვიზრუნეთ და თითქმის ყოველ თვე ჟურნალში თუ მედია საშუალებებში მათ შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. საქართველოშიც და შეიძლება ითქვას, რომ ამიერკავკასიაშიც მსგავსი ეს ვთქვათ ინფრასტრუქტურა არ არის, სადაც ყველაფერი ერთმანეთთან არის მიბმული და ფაქტიურად უდანაკარგო წარმოება არის. გარდა იმისა, რომ გავაკეთეთ ფერმა, კორბის საწარმო და რძის გადამამუშავებელი საწარმო, გვაქვს ამავდროულად ვაშლის ბაღი, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებული და გვაქვს ცხილის და ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე მეურნეობა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა ფერმერებისთვის და მათაც ქონოდათ საშუალება ჩამოსულიყვნენ და თეორიული და პრაქტიკული კურსი გაევლოთ, გვაქვს გაკეთებული ფერმერთა ტრეინინგ ცენტრი, სადაც დაახლოებით 15 ადამიანი შესაძლებელია რომ მივიღოთ, ჩამოვიდნენ, აუხსნათ როგორ წარმოებს თვითონ ბიზნესი, როგორ ოპერირებს, როგორ წარმოებს პროდუქცია და შემდეგ უკვე მათ ქონდეთ ეს ვთქვათ სრული სურათი, როგორ უნდა წარმართონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
ატარებს რეგიონულ ტურნეებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს რეგიონული ტურნეები მომავალშიც გაგრძელდება. ამის მიზანია ფერმერებთან შეხვედრა, მათი პრობლემების გამოვლენა, რათა შემდგომ მოხდეს მათზე დროული და ადეკვატური რეაგირება. იგეგმება გაფართოებული შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, მთავრობასთან და ექსპერტებთან, რათა ერთობლივად მოხდეს რაღაც სტრატეგიების შემუშავება ამ პრობლემების გადასაჭრელად. ზოგადად, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ინფორმაციას აწვდის მუდმივად ფერმერებს და მათ შორის ძირითადად მის წევრ ფერმერებს, რომელთა რიცხვიც უკვე 1300-ს აღემატება. სხვა ტიპის ინფორმაციას, როგორც არის მაგალითად ინფორმაცია მიმდინარე ტრეინინგების შესახებ, შესაძლო სასწავლო ტურების შესახებ, საზღვარგარეთ იქნება ეს თუ ადგილობრივად, სახელმწიფოს მიერ თუ სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამებისა თუ პროექტების შესახებ. მუდმივად აწვდის ინფორმაციას ყოველკვირეულად სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფასების შესახებ მაგალითად. ასევე სახელმწიფოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, არის ის, რომ მუდმივად ვაკავშირებთ ჩვენ წევრ ფერმერებს დაინტერესებულ მომწოდებლებსა თუ მწარმოებლებს მათი პროდუქციის რეალიზაციის მიზნით, ხდება მათი ხელშეწყობა სხვადასხვა ბაზრების მოძიების კუთხით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, რაც შესაბამისად თავისთავად კვლავ ხელს უწყობს ვთქვათ მათი პროდუქციის რეალიზაციას. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია სხვადასხვა ტიპის პროექტებს ახორციელებს ამჟამად. ერთ-ერთი არის საინფორმაციო უზრუნველყოფა ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის, რომლის ფარგლებშიც ჩვენ საინფორმაციო უზრუნველყოფას ვახორციელებთ, ანუ ვაწვდით ინფორმაციას ფერმერებს ამ პროგრამის შესახებ. ფერმერთა ასოციაციამ სულ ახლახან დაიწყო ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებასა და ხელშეწყობას სამხრეთ საქართველოში. ჩვენ ასევე გახლავართ ევროკავშირის ემპარტის პროგრამის თანამონაწილე დასავლეთ საქართველოში და ასევე ვახორციელებთ ჰოლანდიის ნუფიკის პროექტს, რომლის მიზანიც არის ზოგადად ჩვენი ასოციაციის შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება, რაც თავისთავად საბოლოოდ ფერმერების გაძლიერებას გულისხმობს.